გზის მშენებლობა იწყება შეუმჩნევლად, ფიქრით, გადაწყვეტილებით. მიწის პირველი გაპობილი ფენის სუნით. მერე იწყება ხმაური და ამ ხმაურში ჩნდება მოლოდინი, რომელიც დღეს აქ გაივლის ახალი გზა. გზა, რომელიც ადამიანებს, ქალაქებს, ქვეყნებს უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ დააკავშირებს. გზის ყოველი ზოლი, ყოველი ხიდი თუ გვირაბი ადამიანების დიდი შრომის შედეგი და ხვალინდელი დღისთვის გადადგმული გაბედული ნაბიჯია. გამბედაობა სჭირდებოდა საუკუნის პროექტის დაწყებასაც, რომელიც ჩვენს თვალწინ მთიან, ურთულეს რელიეფზე შენდებოდა. ყოველდღე ვუყურებდით, როგორ იბადებოდა ახალი მაგისტრალი. ცდილობდით წარმოგვედგინა, როგორი იქნებოდა ახალი გზა. იყო ეჭვები, იყო შიშიც, მაგრამ ყველაზე მეტად იყო მოუთმენელი მოლოდინი. ასე იყო ალბათ მაშინაც, გასულ საუკუნეში, როცა რიკოთის პირველი საავტომობილო გვირაბი შენდებოდა. თითქმის 5 ათეული წლის შემდეგ, 2020 წელს, რიკოთის ჩქაროსნული გზის პირველი გვირაბი გაიჭრა, სადაც დღეს უკვე 51 გვირაბია. 2021 წელს პირველი 2 კილომეტრი და პირველი ხიდი გაიხსნა. დღეს რიკოთზე 97 ხიდია. ახალი გზა კი 52 კილომეტრია. ჩვენი ბავშვობის მიხვეულ-მოხვეული, ვიწრო უღელტეხილი, სადაც ყოველი მოსახვევი გამოცდა და ყოველი ფერდობი გამარჯვება იყო. 8 კილომეტრით შემცირდა და ახლა დასავლეთის და აღმოსავლეთის ქალაქებში თუ სოფლებში გაცილებით სწრაფად, ფართო, განათებული გზით ჩავდივართ. ეს გზა ყოველთვის იყო ხიდი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. ახლა რიკოთი ხიდია საქართველოს მომავალთან. ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ გზას, ჩვენ ვაშენებთ სანდო მომავალს.